ყველას მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხიდან, სამეგრელოდან და ახლა ვიმყოფებით გზაში და მივდივართ ტობავარჩხილის ტბისკენ. ვაპირებთ რომ ზღვის დონიდან 2650 მეტრზე ავიტანოთ სტუდია, აპარატურა და სიმღერა იქ ჩავწეროთ. ტობავარჩხილისკენ მივდივართ, მაგრამ წინ არც ისე მარტივი გზა გვევიდები. იქამდე მისასვლელად კი 2800 მეტრამდე უღელტეხილი ფეხით უნდა გადავიაროთ. ამ ყველაფერს ემატება ძლიერი წვიმა და 11 კილომეტრის საფეხმავლო ბილიკი. თუმცა მიზანი ერთია, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე სიმღერა უნდა ჩავწეროთ. დავიძარით მოკლედ სამეგრელოსკენ, ეხლა ვართ რიკოთზე და რესტორანი ზღაპრული სუფრა და ურმარილი აქვთ, ასე რომ შევიდეთ, ენერგია ავიღოთ, რომ შემდეგი დღეებისთვის ხოთზე ვიყოთ. სიყვარული არ იქნება ძალა და როგორც მოვა ისე წავა თავის თავა და წავა თავის თავა და უბედურმა ჩემ აქმა საღამომდე ყანა ფოცხა საღამომდე ყანა ფოცხა საღამომდე ყანა ფოცხა. ვიჩევთ, რა თქმა უნდა, ყველას ვინც დასავლეთისკენ მიდიხართ, ან აღმოსავლეთისკენ მოდიხართ და რიკოთი უნდა გაიაროთ ყველას ამ რესტორანს, უგემრიელი სიკერები დაგხვდებათ აქ. ეს მოგზაურობას გამოვარჯოს. სანამ ამ რთულ გზას შევეჭიდებით, წინ კიდევ ერთი პატარა გამოწვევა გველოდები. ჯერ ენგურზე ახალი ზიპლაინი უნდა გამოვცადოთ. ცოტა ადრენალინი, ცოტა შიში და მერე უკვე ტობავარჩხილისკენ, ნამდვილ თავგადასავალში. მოვედით ენგურზე, ვიზიტორები. დავიმაგრეთ, არ ვიცი როგორ ჩანს. უბრალოდ ჩემსაც აწერია განწირულია. განწირულები ისე ჩვენ ჩats აწერია. დღეს ისეთი რამის გაკეთებას ვაპირებთ, რაც არავის არასდროს არ გაუკეთებია. უნდა დავეშვათ ენგურ ხესზე, ყველას დიდ ზიპლაინზე საქართველოში და თან ყველაზე მაგარი რაც არის გზაში უნდა დაუკრათ ფანდურზე და ვიმღეროთ. მოდი ხარ ლადო? არა! ჩვენს უკან ენგურის უზარმაზარი წყალსაცავია. წინ კი საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი. 628 მეტრი გზა, 320 მეტრის სიმაღლე და 70 კილომეტრამდე სიჩქარე. Jalid! Oba! Yaprinu-di amguluchi chamotsla burusi. Yaprinu-di amguluchi damasta dagvinda. Yaprinu-di chelsikinu bebiga ksawani. Shido bisu tredo da otsoda bisu verskalo. Yaprinu-di chelsikinu bebiga ksawani. Shido bisu tredo da otsoda bisu verskalo. Akerti strofi var movasari mogle იყო. მეორე სტროფზე მეორე ხოდი მჭირდება. სიმაღლის თუ გეშინიათ, მოკლედ ეს არ ცადოთ. მაგრამ პრინციპში ცადეთ, ხო შეიძლება ერთხელ დაამარცხოთ ეგ ამბავი. ჩვენ ხარ სამეგრელოში, ცხენტულს ვატყობთ, გავალთ ბუნებაში და გათვალებინებთ ლუგელის ხეობას, ვნახავთ მღვიმეს, ვნახავთ ბუნების საოცრებას, ღვთისაჩუქარს, ბუნებრივ კალს, რომელიც მიწიდან ამოდის და გზადაგზა მაგარ კადრებით შემოგიერთდებით აუცილებლად. დროებით დაგველოდეთ. ადგილი, საიდანაც ტობავარჩხილისკენ მიმოვალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი გზა იწყება. აქედან გზა ლუგელას ხეობას მიუყვება. გზად კი მღვიმეები, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ულამაზესი ბუნება გვხვდება. თუ ამ მხარეში მოგზაურობას და საინტერესო ტურებს გეგმავთ, აუცილებლად დაუკავშირდით ჩვენს გიდს, მახო თოდუას. მახოს ამ მხარეში ძალიან მაგარი ტურები აქვს და მარშრუტებს კარგად იცნობს. საკონტაქტოს კი ვიდეოს აღწერაში დაგიტოვეთ. ცხენებმა მაგრად დაგლიჯა. აქ ჩემს სიმღერას უსმენე. სადა ვართ, სად მოვედით, ხა ზას უნდა ვნახოთ. ეხლა ჩვენ ვართ შურუბუმში. როგორ? შურუბუმუ. შურუბუმუ. კი. შურუბუმუს იძახიან, იმიტომ რომ აი ამ ადგილიდან, ამის მერე, აი მეორე მხრიდან 1-300 მეტრი წყალს აქვს ისეთი დინება, რომ წყლის ხმა არის ის. თვითონ მეგრული ჩუმად მიედინება რა და აი სანახაობაა და შორია აქედან. არა, ახლოში 200 მეტრში, 100 მეტრში. წავედ. აქ მიწისქვეშ მთელი სამყაროა დამალული. მიწისქვეშა მდინარეები, ტბები და ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმული დერეფნები. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აქ მიწისქვეშა მდინარე დეიძახი მიედინება. სახელწოდება დევის ძახილს ნიშნავს.
ძლიერი წვიმების დროს ეს მდინარე მიწიდან შეიძლება ისევ ზედაპირზე გამოვიდეს. და რაც მთავარია, შურუბუმეს მღვიმემ ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მოკლედ ეს არის შურუბუმის მღვიმე, რომელსაც აქვს შიგნით პატარა გასაზრდომი ეს ერთი და ორი ოთახი არის შიგნით. ორი ოთახის მერე არის პატარა წყალი რა, პატარა ესეთი ტბასავითა. დიდი და რაღაცა გრანდიოზული კი არა. უბრალოდ წყალია შიგნით, მერე აღარ გაისვლება უკვე. შემოხვალთ გავამზადეს უფრო. ახლავე, მოვდივარ. ვიწრო შესასვლელი აქვს ძალიან რა, იქ იმენა მუხლებზე უნდა დადგეს. ეგეთი შესასვლელი აქვს. ერთი გასაძრომი აქვს ეგეთი. ოიდეთ და იჩიტები ესეთ ემხელა არ არის, მაგრამ ფერზე შეგიძლია დადგომა რა. ეგეთ ოთახში კიდევ ეგეთი უფრო ოდნავ წვრილი გასაძრომი აქვს და იჩიტები იმენა დიდ ოთახში, სადაც ფერზე დადგომა შეგიძლია რა. ჩვენთან არის, აი, ჩემი სახლიდან რო გაჩვენეთ, სალოცავი. აი, იქ არის დიდი, როგორ ვთქვი, აი, ჩემი სახლის ხელა პირი რო აქვს ეგეთი, აი, პირდაპირ ქვევით რო ჩადის ეგეთი გამოქვაბული რა. ღვიმე. სადაც მკვლევარებმა წყალი გადის რა იქაც ქვევით. იქ შეღებეს საღებავი ჩაასხეს. და იმ ეხლა ჩვენ ხო გადმოვედით ხიდი. იქით ამ ხარეს წყაროში გამოვიდა ის საღებავი. აი, რა ფაქტია. სასწაული ქვეყანა გვაქვს, სასწაული. ეხლა ჩვენ მოვედით ჩვენი რაიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ერთ-ერთი ბუნების საჩუქარი არის ბუნებრივი კალცი, რომელიც წყლიდან ამოდის მდინარის მეორე მხარეს. წყალი არის. აი ოდნავ ენარო დავადე, აი მარილში ამოვყავი თავი. თავის ყველაფერს. რით საიდან მოდის, აი ზუსტად საიდან მოდის? აი ნახე ის ბეტონი რო არის რა ამაღლებული. ხო. აი იმის შიგნით არის მილი ყავს რა გაშვებული მიწაში. წამოღებული აქვს მოკლედ. შლანგით მე არის შენობაში, ეს შენობა ჩინელების არის. და აკეთებენ მაზებს. და ყიდიან კალცს. და მოსახლეობისთვის არის მიუწვდომელი. და არაფერს პრეტენზია გამოთქვეს მოსახლეობამ. მე რაღაცა ისე რაღაცნაირად გაუხვრიტეს პატარაზე. სულ იქნება შეიძლება. მოდის აი მოწამე. კიდე რაოდენობით აიღოს აქედან. ანახო. ბლაშია ძალიან. და ეს მოდის ბუნებრივად ბიჭო. წავედი. თუ მოგწონთ ჩვენი თავგადასავალი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ მოწონებას და დაწერეთ კომენტარებში თქვენ სად იმოგზაურებდით ჩვენთან ერთად. ახლა კი გადავდივართ მთავარ გზაზე. წინ 11 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი გველოდებით. თუმცა მანამდე მაღალი გამავლობის მანქანებით მოგვიწევს გზის ნაწილის გავლა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა Off-Road კლუბ სამტრედიას, იაგო თევზაძესა და გიორგი კიმერსენს მანქანისთვის და დახმარებისთვის. აღმართები სულ უფრო რთულდებოდა. მანქანამაც ვეღარ გაუძლო და წყალმა აადუღა. თუმცა გამოცდილებამ თავის იქნა. პრობლემას სწრაფად ვიპოვეთ. მანქანა გავაკეთეთ და გზასაც გავუდექით. ეს ხავართ ნათიფურუში. ნათიფურუ? Yes. მოკლედ ახლა გავჩერდით ერთ-ერთ ლოკაციაზე, კერძოდ ნათიფურუში, ესე ქვია ამ ადგილს. ცოტას კიდე ავალთ ზევით, ცოტა სვივლით და შემდეგ უკვე მანქანებით სამწუხაროდ ვეღარ გავაგზავნებთ მოძრაობას და ცხენებს ავკიდებთ ჩვენს ბარხანას და გავაგზავნებთ უკვე საფეხმავლო ბილიკით სვლას. 6 კილომეტრი სივლით. 6 სივლი და 10-ად, ნო. რო რამდენი როცა? თორსა დროის ამბავია რა. ანუ დღის უკზე ხო ვიწევს სიარული ახლა. ეხლა და იქ ენდეკარავზე გავჩერდეთ. მორჩა, ახლა უკვე ნამდვილად ვიწყებთ. აპარატურა და ტანსაცმელი სპეციალურ პარკებში ჩავაწყობთ, რომ წვიმას არაფერი დაესვენებინა. მაგრამ ამინდი სულ უფრო გვირთულდებოდა. წვიმა ძლიერდებოდა, ნისლი კი გზას ნელ-ნელა ფარავდა. ცხენებს ამ პირობებში მოძრაობა იმაზე მეტად უჭირდათ, ვიდრე წარმოგვედგინა. და სწორედ მაშინ მოხდა ის, რის წარმოდგენასაც კი ვერასდროს მოვახერხებთ. რამდენიმე წამის სრული ქაოსი იყო, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩით. ავიდა. გაჩერების დრო აღარ გვქონდა. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გველოდა. ამიტომ ისევ გავაგრძელეთ სვლა ტობავარჩხილისკენ. ცუდი იდეა არის ტობაზე ცუდა მინჩი წამოსვლა, იმიტომ რომ ერასაც დავაკვირდი გზაში.
ძალიან მაგარი ხედები უნდა ყოფილიყო. ნუ მაქსიმალურად ვეცადეთ გადაგვეღოთ, მაგრამ მე მგონი ერთ ვერაფერი ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ არც არაფერი არ ჩანდა და დაღლილებმა და სველებმა ქუთარი ბაბუს ქოხამდე ძლივს მივაღწიეთ. იქ თბილად მიგვიპატიჟა, გაგვაშრო და ცოტა ძალაც აღვიდგინეთ. გარეთ ისევ წვიმდა. ჩვენ კი ცოტა ვიმღერეთ, ვისაუბრეთ და ამ ძიმეთრის ამბებს ერთმანეთს უყვებოდით. დაღამდა. კარვები გავშალეთ. ბოლო ძალებიც მოვიკრიბეთ და დავიძინეთ. ხვალ კი წინ უფრო დიდი გზა გველოდა. საოცარ ხედზე გავიღვიძეთ. მთელი აპარატურა, ტანსაცმელი, ლეპტოპი, კამერა, ყველაფერი სველია. ოროპარკში კი გვედო, მაგრამ რა ვიცი, მაინც დასველდა. ისეთ საშინელი წვიმა იყო დღეს. ზედა გვხვდა და ცოტა გაგვიხარდა, იმიტომ რომ დავინახეთ რაღაცეები და გადავიღეთ და თურმე რა მაგარ ხედზე გვეძინა, არც ვიცოდით. ხო, სხვათაშორის უშინ ცხელმა რაღაცა დაინახა. ზოგადად ცხელი ხომ ცნობიარე ცხოველია და აშკარად რაღაცა დაინახა და ღამის სადღაც 3-4-ზე მოგვაფხიზდა სულ ყველა და მამაჩემაც კი გამოხედა და ბიჭები როგორც იზახიან რაღაცა თვალის ჭუტები იყო ზედა არეში აქეთ რაღაცა ანათები. ღამით ჩვენი ეჭვებიც გადავამოწმეთ და ქუთარი ბაბუმ დაგვიდასტურა. კარვებიდან სულ რაღაც 50 მეტრში დათვი მოსულა. დათვები როგორც წესი ადამიანებს ერიდებიან და თუ ადამიანის არსებობას ხმაურს ან სხვა ნიშნებს შეამჩნევენ, ხშირად უკან იხევენ. ამიტომაც იმ ღამეს ჩვენი შეხვედრა არ შედგა. დილით კი ქუთარი ბაბუმ ელარჯის გარეშე არ გაგვიშვა. და ეს უბრალოდ საუზმე არ ყოფილა. სამეგრელოში ელარჯი საპატიო სტუმრისთვის მზადდება და მისი გაზიარება განსაკუთრებულ პატივისცემასა და სტუმართ მოყვარეობას ნიშნავს. 100 წელი ღმერთმა ბედნიერი. ჩვენ მას პინძელს გავუმარჯოს. ხალი იყოს მისი ფარველი. ასე რომ დათვთან შეხვედრას გადავურჩით, ელარჯით დავნაყრდით, ქუთარი ბაბუს პატივსაცემად ერთი სიმღერა ვუმღერეთ და ტობავარჩხილისკენ გავაგრძელეთ გზა. არავდეთ ლომიცის მადალი ტანსიაგეს ხატინავო ელგებრად შელი მახავილი რომ ტერს არ მახინავო ამარჯებუსაც ეარანო ღმერთი გიწოდეთ წინაო არავდეთ ლომიცის მადალი ტანსიაგეს ხატინავო ელგებრად შელი მახავილი რომ ტერს არ მახინავო ამარჯებუსაც ეარანო ღმერთი გიწოდეთ ორჩა, ბოლო დასვენება გავიარეთ, მახო? ხო? ბოლო დასვენებელი წერტილიც დავისვენეთ და ეხლა ვაწვევით უკვე პერევალს, რომელიც სულ აღმართია და დაღმართი აღარ შევხვდები, ასე რომ გადავალთ და იქ შევხვდებით რა. ჩვენ ამოვედით ეხლა ზღვის დონიდან 2534 მეტრი და აქ ხდა ესეთი ამბავი და ამათ ჩვენ ავალაგებთ, მაგრამ თქვენ ღორები ხართ და არ გეშველებათ არაფერი რა. საქონელი და რა ვიცი, რა კიდე რა შეიძლება ითქვას. საქონელი კიდე ამას არ იზამს. ამ სამწუხარო ფაქტმა ჩვენზე გავლენა ნამდვილად ვერ მოახდინა და სიმღერით გავაგრძელეთ გზა. იყვარ ხარ ჩემო სვანეთო ენაცვლები შემთაბარებს და ხოლოდ ერთი მეღავერაცება ერთი მხარე და მიფარედა ერთი მხარე და მიფარედა ხოლოდ ერთი მეღმერთება ერთი მხარე და მიფარედა ეხლა უნდა გადავიაროთ უღელტეხილი და ამ უღელტეხილისგან უკვე დავინახავთ ტბის წვერს, საიდანაც წყალს აგროვებს, მთის ნადნობი საიდანაც ჩადის და მე 300 მეტრს დავეშვებით ქვევით
სწორედ აი ამ მწვერვალზე ვსაუბრობდით წეღან. ცაშკიბული ცის კიბე. ცაშკიბულის მწვერვალი, რომლის სახელიც დაკავშირებულია ზეცისკენ კიბის იდეასთან. ერთ-ერთი ადგილობრივი გადმოცემით, წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლები თითქოს უხილავი კიბით ცამდე აღწევდნენ. ამ მთებს ადგილობრივები ცისკენ მიმავალ კიბეს ეძახდნენ. ამბობდნენ, რომ აქედან ზეცამდე მისასვლელი უხილავი გზა არსებობდა. ამდენი დაღლისა და წინააღმდეგობის შემდეგ, როგორც იქნა მწვერვალს მივაღწევთ. ამოვედით მეგობრებო უღელტეხილზე. ზღვის დონიდან 2793 მეტრზე ვართ ზუსტად როგორც გვითხრეს. ასე რომ ყველაფერი რიგზეა. ეს დაღლა ამ სახანახაობად ნამდვილად ღირს, აი. ხედი თქვენ წინაშე. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ სანახავად არ მოვსულვართ. ამხელა გზა, სიმძიმე და თითოეული გადადგმული ნაბიჯი ერთი მიზნისთვის იყო. აპარატურა ტბამდე უნდა ავიტანოთ და ტობავარჩხილის პირას ჩვენი სიმღერა ჩავწეროთ. ახლა კი როცა მიზანი უკვე თვალწინაა, ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდება. ტბამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, მაგრამ ყველაზე რთული სწორედ ბოლო 300 მეტრის გავლა აღმოჩნდა. თოვლის საფარი დნობას იწყებდა და მის ქვეშ დიდი სიცარიელე იყო დარჩენილი. ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლებოდა თოლში ღრმად ჩავარდნილი ყავით. ამიტომ ამ მონაკვეთში ყოველი ნაბიჯი სიფრთხილით უნდა გადაგვედგა. ოპა! მიზანი უკვე თვალსაწყიერში იყო, მაგრამ მისკენ მიმავალი ბოლო ნაბიჯები ყველაზე დიდ სიფრთხილეს გთხოვდა. დრონით ხო გადმოვედი და დრონით ხო ნახე. ხო ვიცოდი რა შეცვლდებოდი. აუ ახლოდან სასწაულია. YouTuberi თუ მეინომეს ბლოგზე დადევსი. გიჟია. ასაპირებს შესვლა უნდა მინუს გრადუსებში. შეცდომას უშვებს. შეცდომას უშვებს ცხოვრებაში. ტობავარჩხილზე ერთი ძველი მითი არსებობს. ამბობენ, რომ ამ ტბაში შესვლა არ შეიძლება. თითქოს ტბას თავისი წესები აქვს და ვინც მის წინ მშვიდეს დაარღვევს, მის რისხვასაც დაიმსახურებს. მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ამით თავისი წესებით უპასუხეს. ტობავარჩხილის ცივ წყალში მაინც შევიდნენ და მითი იქვე ჩვენს თვალწინ დაამსხვრიეს. სანამ ბიჭები სიცივეს ებრძვიან და გრილდებიან, ჩვენ უკვე საქმის მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილისთვის მოემზადეთ. ტბასთან ჩვენი პატარა სტუდიის აწყობა დავიწყეთ. რადგან ამ ხელა გზა მხოლოდ ტბის სანახავად არ გამოგვივლია. ჩვენ აქ სიმღერის ჩასაწერად მოვედით. მაშასე, ჩვენ მზად ვართ. მოусმენეთ და ისიამოვნეთ. Skani giris kabi khet, gonsko
იცი